ეს კადრები არის გადაღებული ამ დანაშაულებრივი თემატიკის ჩადენის შემდგომ, რამდენიმე წამში და მე მაინტერესებს პირველ რიგში აქ არის გადაღებული ტიტრები აქვს ამ კადრებსაც თქვენ თუ გახსოვთ თუ შეგიძლიათ მოახსენოთ სასამართლოს ვის სიხმაის ვის რაკან რაც გადაღებული არის ამ ამაგულის უცნობლებია და არა ქალის მას აკისრის დინება და სიტყვა სისხლი და დინება აი ეს გარემოება ეკუთვნოდა თქვენ ეს საუბარი და კონკრეტულად რა შეგიძლიათ განმარტოთ სასამართლოს ამასთან დაკავშირებით. მეც ვამსგავსებ ჩემ ხმას ალბათ ისევე როგორც თქვენ. ჩემი კოლეგები იდგნენ შიგნით, ეზოს შიგნით. მე მანამდეც ვთქვი, რომ რამოდენიმე მეტრი შევედი თავდასხმის შემდეგ ხობის შიგნით. იქ ჩემი კოლეგები იდგნენ, რომლებმაც ფაქტი ვერ დაინახეს. რა მოხდა რეალურად დაინახეს, რომ ქალბატონი დააკავა ბერდიაფერაძემ და იბჟალა და შეყარა შიგნით. ამ მომენტში შესაძლებელია ფაქტის აღწერის დროს უცნაური სიტყვები ვიხმარ. თუმცა ნამდვილად არ ვამაყობ თუ რა თქმა უნდა ეს ჩემი ხმა. რაც შეეხება ეს ტელევიზიაშიც გავიდა ეს ფრაზა. სისხლით დავიჭერ არის ტიტრები. სისხლით დავიჭერ არ არის, მან კითხვა დაისვა, რომ ადმინისტრაციულად დააკავეს ერთ-ერთი თანამშრომლმა დასვას შეიძლება და ჩემი აზრი გამოვთქვი, რა ვიცი, პოლიციაში ვმუშაობ 11 წელია და ვარჩევ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. ჩემი აზრი იყო, რომ წესი და რიგით სისხლით უნდა დაეკავებინათ, ანუ სისხლის სამართლის 63 მუხლით. აი შეგვიძლია გავაკეთო განმარტება. Გაპატიეთ ქალბატონებო სამართლე, მაგრამ უნდა ვთქვა, ვინც ამბობს პირველ წინადადებას, იგივე ხმა ამბობს, მაგრამ მოუთხნა ბედის და ასე შემდეგ. ანუ მეორე წინადადება მუქარა. მუქარა გინება? სამართლებრივი ვარ? პოლიციის უფროსი რა? რომელსაც ცოტა ხანი იყო დაკავებისას. გაპატიეთ ბატონო ირაკლი, აბა. კიდევ გეუბნებით, ეს არის ფაქტის აღწერა. შესაძლებელია ფაქტის აღწერის დროს კიდევ ერთხელ გეუბნებით. როდესაც დამისვეს ბიჭებმა კითხვები, რომ რა მოხდა, შევიგინე და ვიხმარე უწმაწური სიტყვები.
დროსაც შესაძლებელი არის ერთი აი ამ ტიტრების ვერც იმას მეტყვით თქვენ დროს აბსოლუტური სიზუსტით გაქვთ დადებული ის სიტყვები რაც იქ ის არა ერთხელ მათ მოსმენილი მაგალითად მადლია მე საერთოდ არ მესმის არც ის მესმის ბევრი რამე მე სხვანაირად მსმის მე კიდე ერთი ვიდეო მაქვს ნახე სადაც ვითომ მე ვამბობ რომ დავიჭერ და არა და საერთოდ მსგავსი ფრაზა ნათქვამი არ მაქვს